მოგესალმებით პატივისმცემლო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია და დიდი გამოწვევა რომ დღეს ამ ტრიბუნიდან მივესალმო ჩემს ძვირფას გორელებს. სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ჩვენს 20 აფხაზ მეგობრებს. 2012 წელს თავისუფალმა დემოკრატებმა უდიდესი წვლილი შევიტანა და ფუნდამენტალური როლი ითამაშა ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში. იმ რეჟიმის დამარცხებაში, რომელსაც ჩვენ 4 წლის უკან ყველა ჩვენთაგანმა თავისუფალ დემოკრატებიდან უთხარით არა, იმ ძალადობას, იმ ზეწოლას, იმ ტერორს, რომელსაც ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენ ერთად დავამარცხეთ მაშინდელი რეჟიმი და გაძლევთ პირობას ზუსტად 4 წლის თავზე. სულ რაღაც დღეიდან სამთვეში ჩვენ შევძლებთ და შევქმნით უფრო უკეთეს მომავალს, ვიდრე დღეს არის. უფრო რეალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იქნება დაფუძნებული დემოკრატიულ ინსტიტუციებზე, როგორიც არის დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი პროკურატურა. 2014 წლის არაეფექტურმა თვითმმართველობის რეფორმამ შიდა ქართლს, როგორც სხვა რეგიონებში, არაფერი განსაკუთრებული არ მოუტანა. მოუტანა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც უუნაროა და უნიათო, რომელსაც არაფერი არ შესწევს. სრულიად იზოლირებულია მოსახლეობისგან და მათ არანაირი გააწყვეტილების საშუალება არ აქვს. მთელი ამ 2 წლის განმავლობაში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ პროექტს განხორციელებულს, როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ პროექტს. ჩვენ გარანტიას გაძლევთ თავისუფალი დემოკრატები. მოსული შემთხვევაში ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ხელისუფლებასთან ერთად იქნება ისეთი ძლიერი, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მე არ შემიძლია ვისაუბრო გორზე და გვერდი აუარო 2008 წლის მოვლენებს, რომელიც არის ყველა ჩვენთაგანის ტკივილი და ყველა ჩვენთაგანის გულისწყენა. ეს არის პირდაპირ გეტყვით ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს არასდროს გვითქვამს, რომ ეს ომი წამოიწყო საქართველოს. მაგრამ როდესაც ხარ თავარსარდალი, უნდა შეგეძლოს და გქონდეს იმისი ძალა და ღონე, რომ არიდო ამხელა განსაზღვრ შენი ქვეყანა. რომ არა მიხეილ სააკაშვილის უგუნური და არასწორი პოლიტიკის შედეგი ზუსტად ამის გამო მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა 2008 წელს და ჩვენ დავკარგეთ უამრავი ახალგაზრდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველდღიურად მე მიწევ შეხვედრა ჩემს მეგობრებთან ერთად კონფლიქტისპირა რეგიონში ცხოვრებ მოსახლეობასთან, რომლებიც არიან სულიერ მსვლელობით გმირები. ისინი უძლებენ უსერიოზულ ფსიქოლოგიურ წნეხს. გამომდინარე იქიდან, სულ რაღაც 10-20 მეტრში მათთან ცხოვრობენ ოკუპანტ ქვეყანასთან და არიან არაფრით დაცულები. ზუსტად როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში, ასევე ამ ხელისუფლების პერიოდში მათ დაკარგეს ასეულობით ჰექტარი მიწა და დღესდღეობით ეს ხალხი მშივრები არიან. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, ჩაბრძანდეს თავის თვალით ნახოს თოთსავი ოკუპაციის სავალალო შედეგი თუ რა მდგომარეობაშია ხალხი. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას და მე ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს არ აქვს ხელისუფლებას იმის ფუფუნება, რომ 2-3 დღეში მოაგვაროს ამხელა პრობლემა. მაგრამ აღძულობინეთ ამ ხალხს, რომ მათ ზურგთ უკან დგას ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არავის არ მისცემს უფლებას დააჩაგროს თავისი მოქალაქე. როდესაც ჩვენ თავისუფალი დემოკრატები საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი თავდაცვისუნარიანობა, როდესაც სჭირდება მეტი უსაფრთხოება და როდესაც საუბრობთ თუ რატომ უნდა იყოს ჩვენი ცა დაცული, ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ყველა თქვენთაგანი შვილი უნდა იყოს დაცული. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. და ჩვენ ამას შევძლებთ თავისუფალი დემოკრატები მოსულ შემთხვევაში იმ დაწყებულ საქმეს, რომელსაც ბატონმა ირაკლი ალასანიამ დაიწყო, მივიყვანთ ბოლომდე. მე არ შემიძლია ორი ხაზით არ გავუსვა და არ შევეხო ქართულ-ოსურ კონფლიქტს. ეს არის ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მტკივნეული თემა. გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ქართლში და ზოგადად გორში უამრავი შერეული ოჯახი არსებობს, სადაც არ არსებობს ან დედა, ან მამა, ან ბაბუ არ ყავდეს ოსი. მეც მაგალითად შერეული ოჯახის შვილი ვარ, დედა ჩემი ოსია, რაც ძალიან მიამაყება. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ძალიან სერიოზული გამოცდილებიდან და კონკრეტულად ბატონ ირაკლის გამოცდილებიდან ჩვენ შევძლებთ ხელისუფლებაში მოსulis შემდეგ იმ რეალურად ნაბიჯების გადამს, რასაც ქვია ჩვენი ამ ორი ერის გაერთიანება. და ბოლოს მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მადლობა გითხრათ და გთხოვოთ, რომ გელოდებით 8 ოქტომბერს უყველას, რათაც ყველამ ერთად ვიზეიმოთ 8 ოქტომბერს თავისუფალი დემოკრატების გამარჯვება. მადლობა და გაიხარეთ.